Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Gopi Jana Vallabha Jaya Girivaradhari Jaya Girivaradhari Gopi Jana Vallabha Jaya Girivaradhari Jaya Girivaradhari Yashodanandana Raja Janaranjana Yashodanandana Raja Janaranjana Yamuna Tira Vanachari Yamuna Tira Vanachari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Hare Krishna, Nilam Shvidobisa, Vagzilab Chaitanya Charitamritas, Dililas me Shvide, Tavi Teksti As me Ate. Jai Jai Shri Chaitanya, Jaya Nityananda, Jai Dvaita Chandra, Jaya Gaura Bhakta Vrinda. Jai Jai Shri Chaitanya, Jaya Nityananda, Jai Dvaita Chandra, Jaya Gaura Bhakta Vrinda. Jai Jai Shri Chaitanya Jaya Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrindam Tanharana Higadosha Ishwaragya Panya Gaunartha Goriva Mukhya Artha Achadiyam Sagmon Gzel Komendare am Leksi asetiya Amashi Shankaracharya's brali rodi miudzღვის რამე თუ ვედების ჭეშმარიტი მნიშვნელობის დაფარვა მას ხდების უზენაესმა პიროვნებამ უბრძანა. განმარტება. ვედური წერილები ჭეშმარიტი ცოდნის წყაროდ ითვლება, მაგრამ თუ ადამიანი მას უცვლელი სახით არ აღიარებს, იგი გზას ასწდება. მაგალითად, ბჰაგავად გიტა ერთ-ერთი უმთავრესი ვედური ნაწარმოებია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ისწავლებოდა, მაგრამ უსინდისო ადამიანების ახსნა განმარტებების გამო ხალხს მისგან საჭირო სარგებელი არ მიუღია და არავინ მისულა მის დასკვნამდე, კრიშნას ცნობიერებამდე. ახლა კი მისი შინაარსი უცვლელი სახითაა წარმოდგენილი, ამიტომ სულ რაღაც 4-5 წლის მანძილზე კრიშნას ცნობიერებას ბევრი ეზიარა. ესაა განსხვავება ვედური წერილების პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით განმარტებას შორის. ამიტომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ თქვა მუქია ვრიტესე ართა პარამა მაჰათვა ვედური წერილების სწავლება მათი პირდაპირი მნიშვნელობის გამოყენებით უდიდებულესი საქმეა. სამწუხაროდ დღეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით შრი შანკარაჩარიამ ათეიზმსა და თეიზმს შორის გარკვეული შუალედური მცნება იქადაგა. რათა მოტყუებით ათეისტები თეიზმამდე მიიყვანა.
ამისათვის მან ვედური ცოდნის პირდაპირ მნიშვნელობაზე უარი თქვა და გადატანითი მნიშვნელობით გადმოსცა იგი. სწორედ ამ მიზნით დაწერა მან შარირაკა ფაშა კომენტარები ვედანტა სუტრაზე. ამიტომ მის ამ წიგნს ყურადღება არ უნდა დაუთმოთ. ვედანტა შესასწავლად საჭიროა შევისწავლოთ შრიმად ბჰაგავატამი, რომელიც იწყება სიტყვებით ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია ჩანმადიასია თუნვაიად ითერათაშ ჩასე შაფიგიას ვარად მე თაყვანს ვცემ უფალ შრი კრიშნას ძეს ვასუდევასი უზენაეს ყოვლის გამჭოლხლების პიროვნებას მეგონებას მიმართავ მასზე არა ამ ქვეყნიურ ჭეშმარიტებაზე ვინც ყოველ მიზეზს და პირველ მიზეზია ვისგანაც აღმოცენდება ყოველი სამყარო ვიშიაც ისინი არსებობენ და ვის მიერადაც ნადგურდებიან ჩემი გონება მიმართულია სწორედ მისკენ მარადიულად თვითმნათი უფლისკენ ვისაც პირდაპირ თუ ირიბად გაცნობიერებული აქვს ყოველი გამოვლინება და მაინც მათგან სრულიად დამოუკიდებელია ბჰაგავატამის პირველი სწორედ ეს შრიმად ბჰაგავატამი გახლავთ ვედანტა სუტრას ნამდვილი კომენტარები სამწუხაროდ ვისაც შანკარაჩარიას კომენტარები იზიდავს მისი სულიერი ცხოვრება ყოვლად განწირულია ну აქაც მოკლედ რო ვთქვათ საუბარი ამაზე რომ პირდაპირ მნიშვნელობით უნდა განიმარტოს ვედური ლიტერატურა და არა გადატანითი მნიშვნელობით ისე როგორც ეს გააკეთა მაგალითად შანკარაჩარიამ ან ძალიან ბევრმა კომენტატორმა არავაიშნავურმა კომენტატორმა რომლებიც კრიშნას მოწაფეობრივ ხას არ მიყვებიან მათ მიერ წარმოდგენილ ვედურ ლიტერატურას არანაირი ძალა არ აქვს მაშინ როცა ბჰაგავად გიტა მაგალითად წარმოდგენილი ვაიშნავური აჩარიის პირით როგორც შილა პრაბჰუპადა ამ ბჰაგავად გიტამ სულ 4 წელიწადში მთელი მსოფლიო დაიბრუნა ჩვენ ვერ წარმოგიდგენთ რა მთელი რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში ამ წლებმა რამდენი ერთგული გახდა აი სოკოები მრავლდებოდა დაძლებენ მთელ მსოფლიოში გავაგზავნოთ კომენტარები იბადება კითხვა თუ როგორ დაუშვა ხალხის მოტყუება შანკარაჩარიამ თუ კი იგი უფალი შივას ინკარნაცია გახდათ პასუხი ისაა რომ ეს მან თავისი მეუფის კლდეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით შეასრულა ამას თავად უფალი შივა მოწმობს პადმა პურანადან მაიავადამასა ჩატრამ პრაჩანამ ბაუთამუჩეთე მაიავაგალპიდა დევი კალაო ბრაჰმანა რუპინა ბრაჰმანას ჩაბარამ რუპამ ნირგუნა ვაქშეთე მაია სარვასვამ ჯაგადოფიასია მოჰანართამ კალაოიუგე ვედანტედუ მაჰაშასტრე მაიავადამ ავაედიკამ მაიაევა ვაქშეთე დევი ჯაგადამ ნაშაკარანად მაიავადების ფილოსოფია უთხრა უფალმა შივამ თავის ცოლ პარვატის უწმინდურია ასა ჩასტრა დაფარული ბუდიზმი საყვარელო პარვატი ბრაჰმანის სახით გადაცმული კალი იუგაში ამ წარმოსახვით ფილოსოფიას ვქადაგებ ხოლმე უღმერთოთა მოსატყუებლად ღვთაების უზენაესი პიროვნება აღწერილი მყავს ვითარცა სახებას ფორმას და თვისებებს მოკლებული ვედანტას განმარტებისას იგივე ფილოსოფიას ხმარობ რათა მთელი ხალხი უფლის პიროვნული სახების უარყოფით უღმერთოებისაკენ მიემართო შივა პურანაში ღვთაების უზენაესი პიროვნება ასეთ რამეს ეუბნება უფალ შივას თვაპარადაიუგე ფუთვა კალაია მანუშადიშუ სვაგამაი კალპიტაისტვამჩა ჯანანმად ვიმუქან გურუ კალი იუგაში ხალხი გზას უნდა აცდინო ვედების წარმოსახვითი მნიშვნელობის განმარტებით გონება აუმღრიო მათ ასეთ პასუხს გვაძლევს პურანები ამ კითხვაზე ესე იგი როგორც თვითონ ლექსშიცაა ნათქვამი უფალი ანუ შანკარაჩარე რომელიც უფალი შივას ინკარნაცია
მას ამ შემთხვევაში არაფერი ბრალი არ მიუძღვის, რომ ის წარმოადგენს ამ იმპერსონალისტურ ფილოსოფიას, იმიტომ რომ ეს მოხდა ღმერთის ბრძანებით, კრიშნას ბრძანებით, მან ასე უბრძანა. ამას დიდი ისტორია აქვს, მოგეხსენებათ, ჯერ იყო და კრიშნა მოდის უფალი ბუდას სახით, როცა ვედების მნიშვნელობა არის უკვე არასწორად გამოყენებული, არასწორად გაგებული და სოფლიოში ტარდება უამრავი ხელშეწირვა, ცხოვრების შეწირვა, ყველა უბრალოდ. მაშინ როცა ცხოვრების შეწირვა ვედური ცერემონიებით მისთვისაა განკუთვნილი, რომ გვიჩვენოს ვედური მანტრების ძალა და ცხოველი მაშინვე ღებულობს ახალ სიცოცხლეს. ეს სულად არ არის განკუთვნილი იმისათვის, რომ ცხოველები ხოცო, როგორც ასეთ, ეს არ არის მიზანი. მაგრამ როცა ეს იქცა მიზნად, უფალი ბუდა მოვიდა და თქვა, გამოაცალა საფუძველი ამ სხვებშეწირვებს, ანუ ეს იყო ვედები, ვედების ავტორიტეტით სარგებლობდნენ ის ბრაჰმანები მაშინ, ამიტომ მან თქვა, რომ ვედები საერთოდ არ არის საჭირო, საერთოდ არასწორია და შემოიტანა ბუდიზმი. ბუდიზმი ფაქტობრივად ათეიზმია, შეიძლება ითქვას. გადაცმული რაღაც ესეთი ფორმით, ესეთ სახით შენიღბული. შემდეგ როცა ამათ ვედების ავტორიტეტის დაბრუნება გახდა საჭირო, კრიშნა აგზავნის შანკარაჩარიას, უფალ შივა შანკარაჩარიას სახით, რომ მან დაიწყოს ბუდიზმის დამარცხება და შემოიტანოს ვედების ავტორიტეტი. ოღონდ ვედების ავტორიტეტის შემოტანასთან ერთად იგი განმარტავს ვედებს არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ სრულიად ესე იგი წარმოსახვითი ილუზორული მნიშვნელობით, როგორც არძლევს მასში და ეს არის იმპერსონალიზმი. შემდეგ მოდის უფალი ჩაიტანია, რომელიც საერთოდ უარყოფს უბრალოდ აცამტვერებს ამ ფილოსოფიას, როგორც ახლა ამ შემთხვევაში, რომ დადგეს გაუდე ვაიშნავიზმის ერა, ანუ ადამიანები დაბრუნდნენ ჭეშმარიტ რელიგიასთან, ჭეშმარიტ გაგებასთან, ვედების. ვაგრძელებთ კომენტარებს. შილა ფაქტისითანთა სარასვაი თაკურა აღნიშნავს, რომ მუქია ვრიტი, პირდაპირ მნიშვნელობა, არის აფიდჰა ვრიტი, ანუ ის მნიშვნელობა, რომელსაც ლექსიკონი იძლევა. გაუნავრიტი კი, გადატანითი მნიშვნელობა, ის გახლავთ, რომელსაც ადამიანი საკუთარ გონებაში წარმოისახავს ლექსიკონის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად. მაგალითად, ერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ბრძანა კურუქშეტრა სხეულს ნიშნავსო, თუმცა ლექსიკონი ასეთ განმარტებას არ იძლევა. ამიტომ ეს წარმოსახვითი მნიშვნელობა გახლავთ გაუნავრიტი, განსხვავებით ლექსიკონში მოცემული პირდაპირი მნიშვნელობისაგან. მუქია ვრიტი, ანუ აფითა ვრიტი. განსხვავებას ნათელია. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გვირჩევს ვედური წერილები გავიგოთ აფითა ვრიტით. იგი უარყოფს გაუნავრიტის. ზოგჯერ საჭიროების შემთხვევაში ვედური წერილები განმარტებულია ლაქშანა ვრიტის, ანუ გაუნავრიტის მიხედვით. მაგრამ ასეთი განმარტებანი მუდმივ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ. უპანიშადებსა ვედანტა სუტრაზე მსჯელობის მიზანი აბსოლუტური ჭეშმარიტების პიროვნული სახის არსებობისა და უზენაესობის დამტკიცებაა. მაგრამ საკუთარი ფილოსოფიის ჩამოსაყალიბებლად იმპერსონალისტები ამ მსჯელობებს ლაქშანა ვრიტით, ანუ გადატანითი მნიშვნელობით განმარტავენ. ამრიგად ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ დათმავადები, აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებელნი, ისინი ხდებიან მაიავადებად, ანუ მატერიული ენერგიის ილუზორული გავლენის ტყვეებად. ოდეს შრი ვიშნუსვამიმ ვაიშნავთა ერთ-ერთმა უდიდესმა აჩარიამ 4-დან შუთადვაიტავადას შესახებ თავისი ტრაქტატი წარმოადგინა, მაიავადებმა მაშინათვე ისარგებლეს ამ ფილოსოფიით და საკუთარი ადვაიტავადას ან კევალადვაიტავადას დაფუძნებას სცადეს. ამ ვადას, ანუ ფილოსოფიის დასამარცხებლად, შრი რამანუჯაჩარიამ გაგვაცნო თავისი ფილოსოფია ვიშიშტადვაიტავადა.
შრიმათვაჩარიამ კი თათბაბადა. ორივე დიდი თავსატეხია მაევადებისთვის, რამე თუ ზედმიწევით აქარწყლებს მათი მოზღვრების ყოველწვრილ მას. ვედური ფილოსოფიის მცოდნეთ კარგად იციან თუ რაოდენ ავლებს მუზრს შრი რამანუჯას ვიშიშტადვაიტავადა და შრი მათვაჩარიას თათბაბადა მაევადების იმპერსონალურ ფილოსოფიას. შრი ჩაიტანა მაჰაპრაბჰუ ვედანტას პირდაპირ მნიშვნელობას აღიარებდა და ამიტომ მაევადები უმალვე დაამარცხა. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი, ვინც შარირაგა ფაშას მოძღვრებას აღიარებს, განწირულია. ამას უფალი შივა ასწავლის პარვატის პადმა პურანაში. შინუდები პრაბაქშამი თამასანი იათა კრამამ Yesham Shravanamatrena Patityam Ganinamapi Abhartham Shudivakyanam Darshaya Lokagarhitam Karma Swarupatya Jatvam Atracha Pratipadyate Sarva Karma Paripam Shan Naishkarmyam Tatrachochate Paratma Jivayor Aikyam Mayatra Pratipadyate რა თქმა უნდა, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მოსვლამდე ეს სამი დიდი აჩარი, 4 დიდი აჩარია მოვიდა ვიშნუ სვამი, რამანუჯაჩარია, მათვაჩარია, ნიმბარგა სვამი. ისევე როგორც აი საბოლოო ბრძოლამდე შეიძლება დიდი გენერლები დაესხამეს თავს ხოთაგეთი ჯარებით, ასევე ძალიან შეურყიეს რა, ძალიან სერიოზულად გაამარცხეს მაევადური ფილოსოფია ამ დიდმა აჩარიებმა, ამ 4 სამპრადაიას ფუძემდებლებმა და ბოლოს ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ მოვიდა და საბოლოო წერტილი გახდა. უფალი შივა ამას ეუბნება თავის მეუღლეს. ძვირფასო მეუღლე, ისმინე როგორ მოფრინე მსოფლიოს უმეცრება მაევადეს მოძღვრების სახით. მისი მოსმენაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამაღლებული სწავლული დასცეს. ხალხისათვის ესოდენ არაკეთილი მოძღვრებით მე ვედების ჭეშმარიტი მნიშვნელობა შევცვალე და კარმისაგან თავისუფლების მისაღწევად ყოველგვარ ქმედებაზე უარის თქმა ვუქადაგე. მაევადას მოძღვრებაში ჯივატმა და პარამატმა ერთმანეთს გაუტოლე. შრი ჩაიტანია ჩარიტამრითა ანტელილა თავი მეორე და ახტერილია როგორ მკაცრად გმობენ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ და მისი მიმდევრები ამ ფილოსოფიას. იქ სვარუპ დამოდარა გოსვამი ამბობს, რომ ნებისმიერი, ვინც მაევადების მოძღვრებას იზიარებს, შეშლილი უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით იმ ვაიშნავს ეხება, ვინც შარირაკა ფაშას კითხულობს და თავი ღმერთად მიაჩნია. მაევადმა ფილოსოფოსებმა ისეთი მიმზიდველი წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები, რომ ზოგჯერ მათი მოძღვრების მოსმენა მაჰაბჰაგავატას, ანუ მეტად ამაღლებულ ეგულსაც კი შეაცვლენებს აზრს ხოლმე. ნამდვილი ვაიშნავი ვერ ითმენს ისეთ მოძღვრებას, რომელშიც ღმერთი და ცოცხალი არსება ერთმანეთს გატოლებულია. შემდეგი ლექსი. ბრაჰმა შაბდე მუქია ართე გაჰე ბჰაგავან ჩიდაიშვარია პრარიფურნა ანურთა სამან. პირდაპირი მნიშვნელობით აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღვთაების უზენაესი პიროვნება, ყოველი სულიერი დიდებულების მფლობელი, არავინაა მისი ტოლი ან მასზე აღმატებული. განმარტება. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ეს სიტყვები დადასტურებულია შრიმად ბჰაგავატამშიც. ვადანტი თათვავიდას თათვამიათ ჯანამ ადვაიამ ბრამეთი პარამატმეთი ბჰაგავან ითი შაბდიათე. ცოდნე ტრანსცენდენტალისტები, რომელთაც შეიცნეს აბსოლუტური ჭეშმარიტება. ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს. აბსოლუტური ჭეშმარიტება სისრულეში შეიცნობა ბჰაგავანის სახით. ნაწილობრივ სახით, როგორც პარამატმა,
ხოლო ბუნდოვნად, როგორც უპიროვნო ბრაჰმანი. ბhagavani ანუ ღვთაების უზენაესი პიროვნება, ყოვლად აღმატებული და ყოვლად დიდებულია. ვერავინ მივა სიახლოვეს მის სიედიადესთან, ან რაიმეთი გადააჭარბებს მას. ამასვე ადასტურებს უფლის სიტყვები ბhagavad გიტაში. Pada ahparadaraamnanyat kinchidastithananjaya. ო სიმდიდრეთა მომპოვებელო, არჯუნა, არ არსებობს ჩემზე დაღმატებული ჭეშმარიტება. 7 თავის მეშვიდე ლექსი. მოიძებნება უამრავი ლექსი, სხვა ლექსიც ადასტურებულია იგივე გარემოება, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება საბოლოო ჯამში შეიძლება ვითხრების უზენაესი პიროვნება კრიშნა. Tanhara vibhuti deha sabachit akar, chit vibhuti achadi tanre kahe nirakar. ღვთაების უზენაეს პიროვნებასთან დაკავშირებით ყველაფერი სულიერია. სხეული, სიმდიდრე და გარემოცვა მისი. მაგრამ მაიავადას ფილოსოფია ფარავს რამის სულიერ დიდებულებას, უპიროვნობის მცნებას ქადაგებს. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია: იშვარა პარამა კრიშნა საჩიდ ანანდა ვიგრაჰა. ღვთაების უზენაეს პიროვნება კრიშნას აქვს სულიერი სხეული, რაც ცოდნით მარადისობით და ნედარებით აახსავსემ. ამ სამყაროში ყოველი ჩვენგანი სხეული ამის სრული საპირისპიროა. გარდამავალი, უმეცრებით დაღდასმული და ტანჯვის მომტანი. ამიტომ ზოგან ღვთაების უზენაესი პიროვნება დახასიათებულია სიტყვით ნირაკარა, რათა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ მისი მატერიალური სხეული ჩვენისაგან განსხვავდება. აი რუპა სიტყვა ნიშნავს ფორმას. შეეთ კრიშნას ამბობენ, რომ მას ფორმა არ აქვს. იგულისხმება, რომ მას არ აქვს მატერიალური ფორმა. ეს არის მით სწორად მაიავადებს რახან ღმერთს არ აქვს მატერიალური ფორმა, მათ გონიათ, რომ მათ საერთოდ არ აქვს ფორმა. აი ახლა ზუსტად ამასია საუბარი, ხო? ფილოსოფოს მაიავადებს არ ესმით თუ რას ნიშნავს ღვთაების უზენაესი პიროვნების უფორმობა. მისი ფორმა და სახება ჩვენგან განსხვავებით სულიერია. ამის არ მცოდნე მაიავადები ცალმხრივ შეხედულებას გადაგებენ იმაზე თითქოს უზენაესი ღმერთი ბრაჰმანი უფორმო ნირაკარა იყოს. ამის პასუხად შილა ბჰაქტივინოდ თაკურას ვედური წერილებიდან მრავალი ციტატა მოჰყავს. თუ ადამიანი ვედურ მტკიცებულება გამონათქვამთან ნამდვილ, ანუ პირდაპირ მნიშვნელობას აღიარებს, მიხვდება, რომ ღვთაების უზენაეს პიროვნებას სულიერი სხეული, საჩიდ ანანდა ვიგრაჰა აქვს. ბრიჰად არანიაკა უპანიშადში ნათქვამია: პურნამადః პურნამიდამ პურნად პურნამუდაჩათე. ციტატა მიუთითებს იმაზე, რომ ღვთაების უზენაეს პიროვნების სხეული სულიერია და თუმცა ურიცხვის სახით ვრცელდება, მაინც უცვლელი რჩება. ბhagavad gita-ში უფალი ამბობს: აჰამ სარვასია პრაბჰავო ვადა სარვამ პრაბართეთე. მე თავწყარო ვარ ყოვლისა, ყველასა და ყოველს ჩემში აქვს სათავე. 1.8. მაიავადი ფილოსოფოსები მატერიალისტური შეხედულებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ უზენაესი უფალი თუ ესოდენ ვრცელდება ყველაფრის სახით, პირველადი ფორმა უნდა დაკარგოსო. ამიტომ ასკვნიან, რომ არ შეიძლება არსებობდეს სხვა ფორმა გარდა უფლის ექსპანსიური გიგანტური სხეულისაო. მაგრამ ბრიჰად არანიაკა უპანიშადის მანტრა ადასტურებს პურნამიდამ პურნად პურნამუდაჩათე. თუმცა ამდენ სახით ვრცელდება, იგი მაინც პირველად სულიერ სხეულს უცვლელად ინარჩუნებს. მსგავს ადგილებს ხვდებით შვეტაშვადარა უპანიშადშიც. ვიჩიტრა შაქტი პურუშა პურანა. ღვთაების უზენაეს პიროვნებას თავდაპირველ არსებას უმრავლესი ენერგია აქვს. საბრიქშა კალა კრიტიფი პარო ნიოიასმად პრაპანჩა პარივართათე იამ
Sarmavaham papanudam pagesham. იგი მადრეულ ქმნილების წყაროა და მხოლოდ მისი გამოისობით მიმდინარეობს გამუდმებული ცვლილებები. იგი ამ ფარველი რელიგიისა და ყოველ ცოდვათა შემოსვლელი. იგი ამ ფლობელი ყოველ დიდებულებისა. Vedahavetam purusha mahantam adityavarnam tamasa barastat. ახლა მესმის, რომ ღვთაების უზენაესი პიროვნება დიათა შორის უდიადესია, შესავით კაშკაშა და მიწიერ სამყაროს საზღვარს მიღმა არსებული. ბადინამ პარამამ პარასტად. იგია მეუფეთა მეუფე, აღმატებულთა შორის უაღმადებულესი. მაჰან პრაფურ ვაიფურუშა. იგია უზენაესი მბრძანებელი და უზენაესი პიროვნება. Parasya Shakti Vivithayeva Shruyate. მისი დიდებულება მეტად მრავალფეროვანია. ეს ყველაფერი შვეტაშვადარა უპანიშადის მტკიცებებია. აი ხედავთ რამდენი ეს არის რა უსაზღვროდ მრავალფეროვანი და ეჭვრო არ ტოვებს რა უზენაესობაში. რიგბედაში ნათქვამია და ვიშნო პარამამ პადამ სადა პაშანტი სურია. ვიშნუ უზენაესია ჭეშმარიტად სწავლული მხოლოდ მის ლოტოსის და ტერფებს შეხურებენ. პრაშნა უპანიშადში ნათქვამია სა იქშან ჩაკრე მან მზერა მოავლო მატერიალურ ქმნილებას. აქეთ მატერიალურ სამყაროს ქმნის მზერით, ერთი მზერის მოვლებით, ყველაფერი სრულდება, ყველაფერი გეტება ეს იქნება ამ ყველა სამყარო. აიტრია უპანიშადი აცხადებს სა აიქშეთა მან თვალი მოავლო მატერიალურ ქმნილებას და სა იმალო განა სრიჩეთა შექმნა მთელი მატერიალურ სამყარო. ვის შეუძლია თვალის მოვლებით რამის შექმნა ხომართალო. ამრიგად შეიძლება მოვიყვანოთ მრავალი ლექსი უპანიშადებიდან და ვედებიდან, სადაც დადასტურებულია, რომ ღვთაების პიროვნება, უზენაესი პიროვნება უპიროვნო არ არის. გათა უპანიშადშიც ნათქვამია ნიტონიტანამ ჩეტანაშჩეტანანამ ego bahunam yovitat hatikam. იგი უზენაესი მარადიულად ცნობიერი პიროვნება, ვინც ყველა ცოცხალს ასრულებს. ეს ვედური ციტატები გვიჩვენებს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება პიროვნება. თუმცა არავინა მისი ტოლი ან მასზე აღმატებული. ბევრი სულელი მაევადი ფილოსოფოსი იმასაც კი ფიქრობს, რომ კრიშნასაც ბჯობი ვარო, მაგრამ კრიშნამ გახლავთ 103 ურთვა, არავინა მისი ტოლი ან მასზე აღმატებული. როგორც შვედაშვადა უპანიშადშია ნათქვამი აბანი ბადო ჯავანო გრაჰიტა. ამ ლექსში აღწერილია, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ხელები და ფეხები არა აქვს. თუმცა აღწერილება იმპერსონალისტურია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას მართლა არ ჰქონდეს ფორმა. ფორმა მისი სულიერია და სრულიად განსხვავებული მატერიის ფორმათაგან. ამ ლექსში ჩაიტანე მაჰაპრაბჰუ ნათელს ფენს ამ განსხვავებას. ასმეცამეტე ტექსტი ჩიდარანდა დენ ჰოდან რასთანა ბარიბარ დან რეგაჰე ბრაკრიდა სატვერა ვიკარ. ღვთაების უზენაესი პიროვნება ახსავსია ყოველი სულიერი ძალმოსილებით. ამიტომ სხეული, სახელი, დიდება და გარემოცვა მისი ყოველად სულიერია. უმეცრების ძალით მაიავად მოაზროვნეთ ყოველივე ეს მიწიელი სათნოების სახეცვლილება ჰქონიათ. მათ გონიათ, რომ ღმერთის ფორმა ეს არის რაღაც სატვა გუნის რაღაც ნაყოფი. ვერ ხვდებიან, რომ ის მისი სახელი, მისი ფორმა და ასე შემდეგ არის უბრალოდ სულიერი ენერგია, არავითარი მატერიალური თვისების მატარებელი.
ბჰაგავად-გიტას მეშვიდე თავში ხლების უზენაესმა პიროვნებამ ორ მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფად დაახო თავისი ენერგიები, პრაკრიტად და აპრაკრიტად, ანუ პარაპრაკრიტი და აპარაპრაკრიტი. იგივე დაყოფას ხვდებით ვიშნუ პურანაშიც. მაევად ფილოსოფოსებს ეს ორი პრაკრიტი, ანუ ბუნება, მატერიალური და სულიერი, არ ესმით, მაგრამ გონიერი ადამიანი ადვილად მიხვდება მათ. მატერიალური ბუნების მრავალფეროვან ქმედებათა და მოვლენათა გათვალისწინებით, რატომ უნდა ეგონოთ მაევადებს სულიერი სამყარო, ცარიელი და სულიერ მრავალფეროვნებას მოკლებული? ბჰაგავატამი აცხადებს: "Yane aravindakshya vimuktamaninas dvayastapavad avishuttabodhaya." გონება მათი, ვისაც თავი განთავისუფლებული ჰგონია, მაგრამ სულიერ სამყაროზე წარმოდგენა არა აქვს, დაბინდული და დაუწმენდელია. ამ ლექსში ცნება ავიშუთაბუთაია, სწორედ დაბინძურებულ გონებას გამოხატავს. ასეთი გონების, ან გონების ნაკლებობის გამო, მაიავად მოაზროვნეებს არ ესმით სხვაობა მიწიერ და სულიერ მრავალფეროვნებას შორის. ამიტომ სულიერი მრავალფეროვნება წინასწარვე მიწიერი ჰგონიათ, რამე თუ მათი აზრით, ნებისმიერი სხვადასხვაობა მხოლოდ მიწიერი მატერიალური უნდა იყოს. მათ გონიათ, რომ სულიერ სამყაროში ყველაფერი ერთნაირია, აბსოლუტურად არავითარი მრავალფეროვნება არ არსებობს. და მრავალფეროვნება მატერიის დამახასიათებელი. ნუ აი ამას ვერ ხვდებიან. ამიტომ მათ გონიათ, რომ განთავისუფლებულნი არიან, მაგრამ რახან ეს ღმერთის ფორმა და ცოცხალი არსების ფორმა და მთელი სულიერ სამყაროს მრავალფეროვნება არ ესმით, ისინი ეცემიან თავიანთი ვითომ და განთავისუფლებული მდგომარეობიდან. ამიტომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამ ლექსში განმარტავს, რომ კრიშნა ხტების უზენაესი პიროვნება, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება სულიერ სხეულს ფლობს, განსხვავებულს მატერიალურთაგან. ამრიგად სახელი, სავანე, გარემოცვა და თვისებანი მისი ყოველად სულიერია. ამ ქვეყნიური სათნოების მოდუს არაფერი ესაქმება სულიერ მრავალფეროვნებასთან. მიუხედავად ამისა, მაიავადებს მაინც ვერ გაუგიათ სულიერი მრავალფეროვნების არსი. ამიტომ მათი აზრით, მატერიალურ სამყაროს უარყოფითი ფორმა უნდა იყოს სულიერი სამყარო. მათ გონიათ, რომ მატერიალური სამყარო უარყო, მიიღებს სულიერს. მატერიალური თვისებები, სათნოება, ბნება და უმეცრება ვერ მოქმედებს სულიერ სამყაროში, რომელსაც ამიტომაც ჰქვია ნირგუნა, თვისებებს მოკლებული, ანუ მატერიალურ თვისებებს მოკლებული. რაც ნათლადაა განმარტებული ბჰაგავად-გიტაში, ტრაიგუნია ვიშაია ვედა, ის ტრაიგუნიო ბჰავა არჯუნა. მატერიალური ბუნება ამ სამ თვისებათა გამოვლენაა, მაგრამ სულიერ სამყაროში შესასვლელად, სადაც მათი გავლენა სრულად არ არსებობს, მათგან სრული განთავისუფლებაა საჭირო. მომდევნო ლექსში კი უფალ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ასეთნაირად ჩამოაშორებს უფალ შივას სახელს მაიავათა ფილოსოფიისაგან. მინდა დააგინახოთ. აი მე შეკითხვა ხო არა გაქვს, ძალიან დახუნძული და ესეთი კომენტარები იყო, ინტენსიური ასე ვთქვათ. კარგი ბატონო. არა, შეკითხვა არა გვაქვს, ცოტა ისეთი ამბავლა მძიმე. ო, აი ძალიან ყურადღება უნდა მივაქციოთ, ესეთია ხო? ნუ ძალიან დახუნძულია კი ნამდვილად. 114 ლექსი. თანრადოშანა ჰიდენ ჰო აგიაგარიდას არაეშ ნათანრაჰაია სარვანაშ. შანკარაჩარია ინკარნაცია უფალი შივასი უნაკლოა. რამე თუ იგი უფლის ბრძანებათა მორჩილად აღსრულებელი მსახურია. მაგრამ ისინი, ვინც მაიავათა ფილოსოფიას იზიარებენ, განწირულნი არიან. ისინი დაკარგავენ ყველაფერს, რაც სულიერ შემეცნებაში მოიპოვეს.
მაიავადი ფილოსოფოსები დიდი სიამაყით ამჟღავნებენ ვედანტას ცოდნას, გრამატიკული წესებისა და თავსატეხების გამოყენებით. მაგრამ ბჰაგავად გიტაში უფალი შრი კრიშნა მათ აშკარად უწოდებს მაია ბაჰრით აგიანებს. ანუ მათ ვისვისაც ჭეშმარიტი ცოდნა მაიას მოუტაცნია. მაია თავის დანიშნულებებს ორი ენერგიის საშუალებით ახორციელებს პრაქშეპატმიკა შაქტი, ძალა, რომელთაც იგი ცოცხალ არსებას მიწიერი ყოფიერების ოკეანეში ძირავს და ავარანატმიკა შაქტი, ცოცხალი არსების ნამდვილი ცოდნის გადამფარველი უნარი. ეს ორი ძალა აქვს მაიასო, ესე იგი ჯერ ჩამოქაჩავს, ასე თქვა, ჩამოვიყვანს ოკეანეში ამ ადრეულ ყოფიერების და მერე გადაგფარავს, ცოდნას გადაფარავს. და მერე ვართ ასე, თუმცა არაფერი, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ ვართ, რა ვართ, სად ვართ, არც ღმერთი ვიცით, არც არაფერი ვიცით. ეს ორი ძალა, ესე ჩამოქვეითებელი და გადამფარველი. ეს ცოტა გაუგებარია, რა ქვია, შანკარა უნაკლოა და მისი მიმდევრები კიდე უმეცრები არიანო და კი. არა, იმიტომ რომ ის უბრალოდ ისევე როგორც ჯარისკაცი, რომელიც თქვათ კლავს ვინმეს, თქვათ უფროსის ბრძანებით, მას დანაშაული არ მიუძღვის, ხო? ასევე ახან შანკარაჩარიას დაავალეს, ანუ უფალშევას დაავალეს ამის გადაგება, და მისი ბრალი ამ შემთხვევაში არაფერია. ეს საჭიროება იყო რა. ძალიან ძნელია გავიგოთ რატომ ხდება, რაც ხდება და ასე შემდეგ რა არის ღმერთის ჩანაფიქრი. ზოგჯერ საჭიროა ასეთი სულებით, რომ ან თუნდაც ეს არასწორი ფილოსოფიების გადაგება, და ამას გარკვეული ის აქვს, ასე თქვა, რაღაც ჩანაფიქრი დგას ამის უკან. ძალიან ძნელი გასაგებია, გეთანხმებით, რატომ უნდა კეთებოდეს ესე, მაგრამ ანუ კრიშნამ უკეთ იცის, რა თქმა უნდა. ეს არის, ამიტომ ესე ცნობილი ჭეშმარიტება, რომ ძალიან ძნელია, შეუცნობელია ღმერთის გზების გაგება, უფლის გეგმის, ჩვენ არ შევძებს ამის უნარი, ხო? ნამდვილად ძალიან გვიჭირს ამის გაგება, კი ბატონო. და მიმდევრების პრობლემა ის არის, რომ მიმდევრები უკვე, რომლებიც აიტაცებენ ამ, ასე თქვა, შეურაცხყოფა ფილოსოფიას, ხო? უკვე მათი ბრალია ეს. ჩვენ რატო არ ავიტაცეთ სიტყვაზე, ხო? ვისაც ეხმიანება ეს ფილოსოფია, ის დაეთანხმება მას. ვისაც უნდა რომ ამ ფილოსოფიას გაყვეს. ეს არის აზრი. მაგალითად, თქვათ, რა ვიცი, არის ბანკი, ხო, ბანკში ბევრი ფულია. ყველა ხო არ გადაწყვეტს, რომ გატეხოს ის ბანკი და წარმოიღოს, არა? იმიტომ რომ ვისაც აქვს ამის სურვილი, ის გააკეთებს. ასევე ეს ფილოსოფია კი არის, მაგრამ ეს იმას კი არნიშნავს, რომ ყველამ უნდა გაიზიაროს. ვისაც აქვს ის ანართა, რომ ეს ამას დაეთანხმოს, ის იღებს. მაშინ უკვე ბრალი მისია, მაშინ უკვე კარმას ის იღებს ის პიროვნება. ჰარე კრიშნა, გაურა გოპინათ პრაფუ კომენტარებს ვედაცენტრის ლაივზე. შასტრებიც არის უგუნურების მოდუსში მყოფთათვის, მაგრამ შასტრა მაინც ტრანსცენდენტულიაო. კი ბატონო. კი, ნამდვილად. კი. ხო, რა ვიცი, ფაქტია, რომ ამ მაიავადური ფილოსოფიის, ასე ვთქვათ, შემოტანას ეს უდევს საფუძვლად, რომ უფალ შივას დაავალა კრიშნამ ამის გაკეთება, მაგრამ ვაი მისი ბრალი, ვინც ამას მერე გაიზიარა. ხო, ძალიან ისეთი არის, ხო, თითქოს ურთიერთ გამომრიცხავი, ხო? მაგრამ იმიტომ რომ კრიშნამ ჩვენზე მეტი იცის, ბუნებრივია, რომ რატომაც იყო ეს საჭირო.
ბევრი განმარტებაც არსებობს, რომ ესე იგი ამის გამო მოსახლეობა უნდა გაამრავლებულიყო, იმიტომ რომ ადამიანები გარკვეულად უზნეობას ეძლევიან ამითი. იმიტომ რომ თითქოს საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ესე იგი ღმერთი არ არსებობს, რაც გინდა ის გააკეთე, შენ თვითონ ხარ ღმერთი და თუ ახალხედავთ უკვე 7 მილიარდი ვართ მეტი კიდე. არ ვიცი, აი ესეთი განმარტებაა რა. მეტის თქმა არ შემიძლია, კი ბატონო. კარგით. დაუბრუნდეთ კომენტარებს. თუ რატომ ართმევს მაევად ფილოსოფოსებს ცოდნას ეს დაევი მაია, ანუ კრიშნას ილუზორული ენერგია, ბჰაგავად-გიტაში განმარტებულია სიტყვებით ასურამ ბჰავამ აშრიტა. ეს მიასადაგება იმ ხალხს, ვინც უფლის არსებობის მეტოქეები არიან. მაევადები, რომლებიც უფლის არსებობის ფაქტს ვერ ეგუებიან, იყოფიან ორ ჯგუფად. იმპერსონალისტი შანკარას მიმდევრები ვარანასიდან და ბუდისტი სარანათადან, ან ბუდისტები სარანათადან. ორივე მათგანი ათეისტი მაევადები არიან და კრიშნა ორივე ჯგუფს თანაბრად ართმევს ცოდნას ამგვარი შეხედულებების გამო. არც ერთი მათგანი არ ეთანხმება ღმერთის არსებობას. ბუდისტები აშკარად და დაუფარავად უარყოფენ სულსაც და ღმერთსაც. ხოლო შანკარაჩარიას მიმდევარნი ამას უფრო დაფარულად ჩადიან. ამბობენ რა აბსოლუტი ნირაკარა, ანუ უფორმოაო. ამრიგად ორივეს ეწოდება ავიშუთა ბუთაია. ანუ ვისი გონებაც და ცოდნაც არასრულფასოვანი და დაბინძურებულია. შუთა ხო არის სუფთა. ვიშუთა კიდე უფრო სუფთას ნიშნავს და ავიშუთა კიდე ძალიან დაბინძურებულს. აი ავიშუთა ბუთაია ეს არის მათი გონება ძალიან დაბინძურებულია. ყველაზე წარჩინებულმა მაევადმა სწავლულმა სადანანდა იოგინდრამ შანკარაჩარიას ფილოსოფიის ასახსნელად დაწერა წიგნი ვედანტა სარა, რომელსაც შანკარაჩარიას ყველა მიმდევარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მასში ავტორი ბრაჰმანს განმარტავს როგორც საჩიტ ანანდას, გაერთიანებულ ცოდნასთან და მოკლებულს ყოველგვარ ორმაგობას. უმეცრებას ჯადა იგი განსაზღვრავს როგორც ყოველივე ცოდნას, რომელიც სატისა და ასატის ცოდნას არ მიეკუთვნება. ყოველივე ამის მიხვედრა გონისათვის თითქმის მიუწვდომელია, მაგრამ ეს სამი მატერიალური თვისების ნაყოფია. ამდენად ყველაფერი წმინდა ცოდნის გარდა მას მატერიალურად მიაჩნია. ცოდნის ცენტრი ზოგჯერ ყოვლის გამჭოლია, ზოგჯერ კი ინდივიდუალური. ამიტომ მისი აზრით, როგორც ყოვლის გამჭოლი ვიშნუ, ასევე ინდივიდუალური ცოცხალი არსებაც უმეცრების ნაყოფები გახლავთ. ხო, არც გჭირდება ძალიან ჩავიღმავდეთ რას ამბობს, მაგრამ ფაქტობრივად ის ამბობს იმას, რომ არის მხოლოდ ბრაჰმანი, მეტი არაფერი და თუ არ ღმერთი, ან ცოცხალი არსება გაჩნდა, ეს უმეცრებაა რა, ეს ბრაჰმანი უმეცრებაში მოექცა. ამიტომ თითქოს აი რაღაც ადგილებში გაჩნდა ეს ფორმები რა, ანუ ჩვენ ეს რაღაცა გასაგებია რომ ცოტა უცნაური ის არის, ძალიან უცნაური ფილოსოფია. მისაწვდომი ენით, მას იმის თქმა სურს, რომ ყველაფერი არის ნირაკარა, უფორმო. ამიტომ ცნება ვიშნუზეც და ინდივიდუალურ სულზეც უმეცრებისაგან აღმოცენდება. იგი იმასაც განმარტავს, რომ ვაიშნავთა ცნება ვიშუთა სატვა. სხვა არაფერია თუ არა ბრათანა, ანუ ქმნილების მთავარი შემადგენელი. იგი ამტკიცებს, რომ ოდეს ყოვლის გამჭოლ ცოდნას გადაფარავს ვიშუთა სატვა, რომელიც სათნოების სახეცვლილებაა, აღმოცენდება ცნება, დღეების უზენაესი პიროვნების შესახებ. რომ იგი ყოვლის შემძლე, ყოვლის ცოდნე უმაღლესი ბრძანებელია, ზესულია მიზეზი ყოველ მიზეზთა, უზენაესი იშვარა და ასე შემდეგ. სარანანდა იოგინდრას აზრით, რამე თუ იშვარა, ანუ უზენაესი უფალი, მთელი უმეცრების თავის მომყრელია,
მას შეიძლება სარვაგია ანუ ყოვლის მცოდნე ეწოდოს. მაგრამ ვინც ყოვლის შემძლე ყოვლის მცოდნე უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების არსებობას უარყოფს, თვით იშვარაზე ანუ უფალზე უფრო მეტია. ამიტომ მისი დასკვნა ღაღადებს, რომ ღვთაების უზენაესი პიროვნება იშვარა. მადრეულ უმეცრების სახეცვლილებაა და რომ ცოცხალი არსება, ჯივა, უმეცრებითაა დაფარული. ამრიგად, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ არსებობას იგი წყდიათში ყოფნას ადარებს. ვაევოდების აზრით, ვაიშნავების შეხედულება უფალზე, როგორც ღვთაების უზენაეს პიროვნებაზე და ჯივაზე, ანუ ინდივიდუალურ სულზე, როგორც მის მარადილ მსახურზე უმეცრების გამოვლენა. მაგრამ თუ აღიარებთ უფალი კრიშნას იმ შეხედულებას, რომელიც მან ბჰაგავად გიტაში გამოთქვა, მაიავადები უნდა ჩაითვალონ ყოველგვარ ცოდნას მოგლებულებად. მაიაა ბაჰრიტა გიანა. რამე თუ ისინი არ ცნობენ ღვთაების უზენაეს პიროვნების არსებობას, ან არადა ამბობენ, თითქოს მისი არსებობა მატერიალური შეხედულების მაიას ნაყოფი იყოსონ. ასეთი რამ ასურებს, ანუ დემონებს ჩვევიათ. სარვაფამა ფათაჩარიასთან მსჯელობისას უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ ბრძანა. ჯივერანის დარალაგის სუტრა კაილავიას მაიავადი ფაშიაშუნილ ჰაიას სარბანაშ. ვიასადევამ იმიტომ დაწერა ვედანტა სუტრა, რომ განპირობებული სულნი ამ სამყაროსაგან დაეხსნა. ხოლო შანგარაჩარიამ მათზე კომენტარების დაწერით კაცობრიობას უდიდესი ბოროტი სამსახური გაუწია. რამე თუ მისი ფილოსოფიის მიმდევარნი განწირულნი არიან. ვედანტა სუტრაში ერთგული სამსახური სრულად გარკვევითაა მოწოდებული. მაგრამ მაიავადი ფილოსოფოსები უარყოფენ უზენაესი აბსოლუტური პიროვნების არსებობას და იმასაც, რომ ცოცხალი არსება უზენაესისაგან განცალკევებით არსებობს. ამრიგად მათ ათეისტური ქაოსი შემოიტანეს მთელ სამყაროში, მთელ მსოფლიოში. რამე თუ მათი დასკვნები ყოვლად ეწინააღმდეგება წმინდა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტულ მეთოდს. მაიავათა აუსრულებელი მისწრაფება ღვთაების პიროვნების არსებობის უარყოფით თავად გახდნენ უზენაესი, სულიერ ცოდნის ყველაზე სავალალო ინტერპრეტაციის სახეა. მისი მიმდევარნი ამ მატერიალურ ბნელეთში სამუდამოდ დარჩენას ვერ ასწდებიან. ამიტომ მათი ერთ-ერთი სახელია ავიშუთაბუთაია, სტაბილური ცოდნის მქონენი. სწორედ ასეთი ცოდნის გამოა, რომ მათი ყოველი ასკეტობა თუ წვრთნა გაცვლებით მთავრდება. ასე რომ თუმცაღა დასაწყისში მათ დიდ სწავლულთა პატივს მიაგებენ, თანათანობით ისეთ ფიზიკურ მოღვაწეობამდე ეშვებიან, როგორიცაა პოლიტიკა, საზოგადოების სამსახური და ასე შემდეგ. უზენაესთან გაერთიანების ნაცვლად ისინი ასეთ მიწიერ საქმეებს ერწყმიან. ეს განმარტებულია შრიმად ბჰაგავატამში. არუჰია კრიჩრენა პარამბადამდა და ბადამდათ ჰო ნადრიტა იუშმადან კრაია. სინამდვილეში მაიავადი ფილოსოფოსები სულიერ ცხოვრების ყველა წესსა და ასკეტიზმს კაცრად იცავენ, რაც მათ ბრაჰმანის საფეხურზე ამაღლების საშუალებას აძლევთ. მაგრამ უფლის ლოტოსის და ტერფთა უარყოფის გამო ისინი კვლავ მატერიალურ ყოფიერებამდე ეცემიან. დღეს ამით დავასრულოთ, ესე იგი 114 ლექსის ჩათვლით 100-დან 114-მდე, საკმაოდ გრძელი კომენტარები იყო. აი ის რომ შანგარა უფალმა შივამ ეს ფილოსოფია მოიტანა, ასევე იმასაც გულისხმობს, რომ შემდეგ კრიშნას, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახით, აქვს სრული უფლება ის გააკრიტიკოს. რა თქმა უნდა, მან იცის რატომაც დაწერა შანგარაჩარიამ ეს ყველაფერი, მაგრამ ამას არ იწონებს, რა თქმა უნდა, ჩვენ რო გვასწავლოს იმისათვის.
აბა ხომ არა აქვს რაიმე დამატებები ან კომენტარები? წარმოიდგინეთ რამე წავიკითხეთ, ესე იგი ამის დაწერა, ჯერ როგორ გინდა დაწერო ეს ყველაფერი, როგორი ცოდნა უნდა გქონდეს, რომ ეს საოცარია. თან ამდენი წიგნის დაწერა, შეიძლება ბრალბადამ რაღაც 10 წელიწადში, რა ვიცი, აი პარალელურად თან ამდენი მოგზაურობა, ამდენი ქადაგება, ამდენი მაგრამ ის ამბობდა, რომ წიგნების წერა იყო მისი მთავარი საქმე. იმიტომ რომ წიგნები დარჩება ყოველთვის. და ის ამბობდა რამდენ თაობას გაზრდის ეს წიგნები? ძალიან ბევრი. აი ყოველთვის ფიქრობდი ასე, რომ არასდროს არ უნდა დაკარგო დრო, როცა გაქვს რაღაც მომენტი, რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც უნდა მიამართო. ნახე, ჩემი ძირითადი საქმე ყოველთვის იყო და არის წიგნებთან მუშაობა, ხო? ახლა რამდე 17 წიგნი აგერ თქვა ჩაიტანა ჩარიტანუთა. ადრე დიდი ხნის წინ ფაგავატამ ყველაფერი მოვრჩით 90-იანებში მე დევა მათამ ნარაენი არჩევი გრაჰამ. მაშინ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ძალიან წავიგდეთ ასე თქვა საქმე წინ, მაგრამ რჩებოდა ჩაიტანა ჩარიტანუთა. და აი ხა ეს ნაყოფი აქ ხელს ამბაქ, აი შემიძლია დავждე და აი ამდენი ასეთი გრძელი კომენტარები ქართულად ვიკითხო ეს, ძალიან მიხარია. მთელი გაკეთებულია უკვე, ხო? კი. ახლა დასრულ რაღაცები დარჩა, ახლა მე რო ვკითხულობ აქ რაღაც ზოგჯერ შეცდომები, ახლა კორექტურაც არ მოგჯერ გაკეთებული. რედაქტირებულია, სტილის მხრივ რედაქტირებულია. სამჩა ინგლისურს უნდა შევადარო და კორექტურად. ძირითადი საქმე გაკეთებული. კი, ამ ხელა ისა ხო აი ამ სიგზე კომენტარები ზოგადგილას ზოგას საერთოდ არ არის კომენტარები, მარტო ლექსებია. ხო, აი ყოველთვის ესე ფიქრობდი, რომ აი გააქვს საშუალება, ცოტა გააკეთე, უცებ იმ ხელა რაღაცა შედეგს უცებ იგრძნობ რაღაც მომენტში, რომ დაგანახებთ რომ შრომა შესრულებულია, ხო. ჩემ თავარი საქმე რომ ამ ცხოვრებაში არის ამ წიგნების კეთება რა. ექიმობა ეს ყველაფერი ძალიან მეყვარს, ძალიან კარგი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წიგნებთან შედარებით ყველაფერი იმას კარგავს. ისიც საჭიროა რა თქმა უნდა, ისიც ნაწილია ჩემს. ნაყოფით სახეზეა. მართლა დღესაც აღნიშნე რომ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად ბულგარელი ქალი სწავლობს ჩემთან ერთად და 3 სიმღერა აქვთ მარტო ნათარგმნი ფაგავატამის, შიმად ფაგავატამის ბულგარულ ენაზე. რა საოცარია, ხო. ჩვენ კიდევ ხო არა, რა საოცარია. არა და ბევრი ერთგული უნდა იყოს. მე მგონი ზოგჯერ კიდე არის ის, ჩვენ კიდე გაგვიმართლა რომ ძალიან კარგი გუნდი ვიყავით რა BBT-ში, ქართულ BBT-ში. ძალიან კარგი ერთგულები, ძალიან თავდადებულები. ეს ვებზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. ხო და აი არც ქონდა რა ეს სპეკულაციური ეს მიდგომა რომ რაღაცა და არც გაუგებრობები ქონდა ერთმანეთში, უბრალოდ მუშაობდით და ვიცოდით რომ ხო და აი ესე ეს კარგია რომ მე იმიტომ რომ ზოგჯერ იმდენი განსხვავება აზრებში რომ ერთმანეთს ხელს უშლიან იმის მაგივრად რომ და ესე კი არ უნდა იყოს ისე უნდა იყოს და რაღაც ამ ხრივ ცოტა იგული იყო რა. კარგით მეგობრებო. Кришна, у меня есть вопрос, если можно. Да, конечно, пожалуйста. Спасибо вам за прекрасную лекцию, очень-очень сложной темы. Спасибо вам. Кришна, большое спасибо за перевод, за лекцию. Итак, Кришна, было сказано, что у Господа нет материальное тело,
И если я не ошибаюсь, потом было сказано, что Господь Чайтанья принимает это как, ну и мы последовательно, что у Господа есть духовное тело, из-за этого у него нет материального тела. Нельзя сказать, что поступая так, Господь на самом деле принимает вот это сказанное гаунаврити или непосредственное значение вот этой идеи, что у Господа нет материального тела. Потому что сказано, что Господь Чайтанья вот эту гаунаврити, он ее не принимает. კალინი გადათარგმნია რა. ვერამე ის რაღაცა გამეპარა რაღაცეები. არა. ეს სხვა რამეს მომ. არა, ამას მე გადათარგმნი. შეასიავამატვეჩო. რუსულად გადაუთარგმნი, რა თქმა უნდა. ხო, გასაგები. კარგით. ის მე მგონი ამ შემთხვევაში, ესე იგი აქ საუბარია იმაზე, რომ თუ კი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ყველაფერი, მე ასე გავიგე, რატომ თქვათ ვაღიარებთ, რომ თქვათ კრიშნას ფორმა არა აქვს, ანუ ეს პირდაპირი გაგებით კი არ ხვდებით ამ სიტყვას, არამედ გადატანით მნიშვნელობით, ხო? კი, ამ შემთხვევაში ასე შეიძლება ითქვას. უბრალოდ როცა ვამბობთ, რომ კრიშნას ფორმა არ აქვს, ბუნებრივია იგულისხმება, მას არ აქვს მატერიალური ფორმა. ეს არ ამგონია იყოს გაუნავრიტი, ანუ გადატანითი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაგება, არამედ უფრო ჩაღრმავება ამ გაგების, ანუ არ აქვს ფორმა, კი, არ აქვს მატერიალური ფორმა. და ეს განმარტებულია იგივე შასტრებში, სადაც ნათქვამია, რომ მას ფორმა არ აქვს. და ასევე მიწერილია იქაც, რომ მას იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომ მას აქვს სულიერი ფორმა. და როცა ფორმის არქონაზეა საუბარი, იგულისხმება მას არ აქვს მატერიალური. То есть вопрос не принимать это косвенно, а просто мы углубляемся. Да. Спасибо за вопрос. У меня тоже вопрос есть, можно? Да, конечно, брат. Мне интересна философия буддизма. В чем в нем интересного, что столько людей привлекаются буддизмом? Что там такого привлекательного? Вот они ниракара, пустота, раствориться в пустоте. Лучше застрелиться, чем в этом пустоте там что-то делать. Что там интересно, столько людей там как сумасшедшие привлекаются этой пустотой. Как привлекаются, очень привлекаются буддизмом, да? კრიშნას მაინა პრაფუ გვეკითხება, რომ რა არის ამ ბუდიზმში ასეთიო, რომ ამდენი ადამიანს იზიდავს, რა არის ასეთ საინტერესო ამ ასე თქვა სიცარიელეს ფილოსოფიაში და ასე შემდეგ. ნუ თავი მოიკლანო ბაშინო ბარეღამ და გახდენო სიცარიელეო, ხო? ნუ რაღაც ეს. ბუდიზმში ძალიან ბევრი სილამაზეა, იმიტომ რომ ისიც კრიშნას ინკარნაციამ იქადაგა, ხო? იმიტომ რომ ისეთი ბრძნული გამონათქვამებია, ისეთი რაღაცებია, რომ არ შეიძლება რომ არ მიგიზიდოს. მაგრამ რაღაც მომენტის მერე ბუდიზმი უკვე აზრს კარგავს. თვითონ უფალი ბუდაც რაღაც საფეხურის იქით აღარ მიდიოდა. არა, ის საფეხურები, სადღაც ის ქადაგებდა, ხო? აი თქვათ ეს აჰიმსა, სიმართლე, აი სიბრძნე ცხოვრებისეული, მატერიალური ცხოვრების უაზრობა და ასე შემდეგ. და ეს ფილოსოფიური იგავები, შედარებები, ნუ რაღაც უაღრესად ლამაზია, იმიტომ რომ ესეც კრიშნასგან მოდის, ხო? კრიშნას ინკარნაცია ქადაგებს. მაგრამ
ასევე ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი, ეს თქვა, დიდი სიამოვნებით და პატივისცემით მივიღოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მომენტის იქით უკვე აღარ არის საჭირო რა. თვითონ უფალი ბუდაც აღარ ქადაგებდა რაღაცის იქით. არ პასუხობდა სულზე, არ პასუხობდა ღმერთზე, უბრალოდ აფერს არ ამბობდა. და ნუ ათეისტურ ხალხს მოწონს ეს, იმიტომ რომ აი ეს სილამაზეც არის და თან ათეისტიც რჩები. თან რაღაცნაირად დაპირისპირებული არ არიან სხვა რელიგიებთან. მოდური ის არის რა, ერთ სიტყვით. დღევანდელი ადამიანების ყველას არა, მაგრამ ბევრს მოწონს. თუ აშკარად არის იქაც მიმზიდველობა ბუნებრივია. მაგრამ ჯობია რომ ჩაიტანა მაჰაპრაბჰუს მოძღვრებასთან ერთად შედარებით ყველაფერი იმას კარგავს, ასე ვთქვათ, თავის მნიშვნელობას. Спасибо большое, Андрей. Спасибо. Чуть-чуть стало яснее. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ყველას ზემოთ დანუყურებთ რა და სინამდვილეში ძალიან შეიძლება გაცილებით ჩვენზე მეტი რეალიზაციები ჰქონდეთ, ნაკლები ფილოსოფიის მქონე რელიგიებს, ასე ვთქვათ. ვაიშნავი საერთოდ ყველას პატივს უნდა ცემდეს რა, აბსოლუტურად. არ ნიშნავს, რომ მათი აზრები გაითვალისწინოს, მაგრამ ეს არის მთავარი პრინციპი ვაიშნავის. ამანინა მანადენა კირტანია სადაჰა. ყოველთვის არ ელოდე პატივისცემას და ყოველთვის მზად იყო ყველას პატივისცემა. კარგით ხალხო, რა ვიცი, მე მგონი დღეს დავამთავროთ ამითი, დიდი მადლობა. Hare Krishna, madloba Nanda Priya Hare Prabhu. Krishna, Hare Krishna. Veda Centris madloba siftis ხალხი ლაივში. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა. მე რა ფაქტობრივად შილა პრაბჰუპადას იქ ვკითხულობ ხმამაღლა ფაქტობრივად. Hare Krishna, მადლობთ.